ნიუ-იორკის მერი ზოჰან მამდანი ამბობს, რომ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში ქალაქის ადმინისტრაციას არ აქვს შესაბამისი უფლებამოსილება ისრაელის პრემიერ-მინისტრის დასაკავებლად, თუმცა შეერთებული შტატების ფედერალურ ხელისუფლებას მოუწოდა ქვეყანაში ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის შემთხვევაში მას ბორკილები დაადონ. მეგაპოლისის მთავრობის მეთაურის თქმით, სრულად ეთანხმება ჰააგის სიცხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ომის დანაშაულების გამო ისრაელის პოლიტიკური ლიდერის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო და მასზე დაკავების ორდერი გაიცა. ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ ჰააგას სასამართლოს მოჩვენებითი და ფარსული უწოდა. ბენიამინ ნეთანიაჰუ არის ომის დამნაშავე, პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ საშინელი გენოციდის ფუძემდებელი. ის პასუხისმგებელია 73,000-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაზე, 10,000-ობით ბავშვის დასახიჩერებაზე, რადგან გადარჩენილებს კიდურების ამპუტაცია ანესთეზიის გარეშე უტარდებათ. ახალშობილთა საავადმყოფოებისა და სამშობიარო ცენტრების მიზანმიმართულ თავდასხმებზე, რითაც ახალშობილებს სიცოცხლის შანსაც კი ართმევენ. უთვალავი ადამიანის შიმშილზე, რადგან მან ხელი შეუშალა მათთვის საკვებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. ასობით ჰუმანიტარული მუშაკისა და ჟურნალისტის დახოცვაზე. თვეში გაერომ დაადასტურა, რომ პალესტინელი ბავშვები კვლავ განზრახხდებიან ისრაელის შეარაღებული ძალების სამიზნე და იხოცებიან ეგრეთ წოდებული ცეცხლის შეწყვეტიდან 8 თვეზე მეტი ხნის შემდეგაც კი. და ჩვენ, როგორც ამერიკელები, ვიხდით ამ ბომბებისთვის, რომლებიც ამ მკვლელობებს იწვევს. ნიუ-იორკის მერის განცხადებისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს თეთრი სახლის ადმინისტრაციას. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს შტატების ტერიტორიაზე არავითარ შემთხვევაში არ დააკავებენ. ნიუ-იორკში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ჩასვლა სექტემბერში გეგმავს გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მოხსენებაზე, რომელიც შესაძლოა მისთვის ბოლო აღმოჩნდეს 27 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რომის სტატუტს ხელი 2000 წლის 31 დეკემბრის პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის დროს მოაწერა, თუმცა ეს ხელმოწერა არ არის რატიფიცირებული. იურიდიულად კი მხოლოდ ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ ქვეყანამ სასამართლოს იურისდიქცია სრულად აღიარა.